მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ორშაბათია, ძიმე დღე, მაგრამ ორშაბათ დღეს ჩვენ ვახალისებთ. მინდა დავიწყოთ ქართული ოცნების თავმჯდომარის ბრიფინგით. მე ძალიან მომეწონა ეს ბრიფინგი. როგორც იცით, ქართულ ოცნებას უკიჟინებენ ნაცები, სხვადასხვა ჯურის ნაცები და მათთან პრინკნუში ტიპები და ეუბნებიან, რომ აუცილებლად უნდა წახვიდეთ დელეგაციით უკრაინაში, ბუჩაში და ასე შემდეგ. ნუ ცხადია ეს ყველაფერი პროვოკაციული ხასიათის არის. თუმცა კარგი პირობა ითქვა დღეს. მოკლედ უკრაინასთან გვაქვს ჩვენ პრობლემები რა. პირდაპირ ითქვა, რომ დასახელდა, რომ უკრაინასთან არის სამი პრობლემა. ერთი არის, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურებული კრიმინალები იქ არიან მაღალ თანამდებობებზე. ვოროტაის, ლორდ კიპაინძე, აგერის ადეიშვილი კონტრის კაცი და ასე შემდეგ. გარეგნობაზე არ ვსაუბრობ ის სოციალურ ჰაბიტუს მიმოვიხილე. მიშა კვლავ რჩება თანამდებობაზე. მიშა კვლავ რჩება თანამდებობაზე, ეს ერთი. მეორე, საზარელი ბრალდება, რომელსაც ასევე საზარელი ცინიკური განცხადება მოხდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისა, რომ კონტრაბანდა შემოდის თქვენგან და თქვენ უნდა წარმოგვიდგინოთ დოკუმენტები, რომ დოკუმენტები და მტკიცებულები რომ არ შეიცვალოს. ესეთი რაღაცა უდანაშაულობის პრეზუმპციის როგორი უხეში დარღვევაა და საერთოდ ნეგატიური ფაქტის უარყოფა როგორ უნდა მოახდინო ეგ საერთოდ კვირაზე მეტი გავიდა უკვე და ნულოვანი და თითქოს დავივიწყეთ. არა მტკიცებულებასთან ახლოს მყოფი რამე ან ახალი დეტალი და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი უაზროდ გაწვეული ელჩი, შემდეგ ის ელჩი მოხსნა საერთოდ ის კაცი მე მგონი არ წავიდა უკან დარჩა აქ. კარგად არის აქ რა წავა. ხო და ელჩის გარეშეა ქვეყანა, ანუ დემარში არის განხორციელებული უკრაინის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ და ამ დემარშის პირობებში ვართ რა. ეს იმ პირობებში, როცა ელჩი არ გაუწევია ისეთ ქვეყნებიდან, როგორც იყო, ეხლა თუ გაწეულია უკვე. სომხეთიდან არ გაუწევია. ნუ მაშინ ჩვენ ვიყავით ჯერ და მე იყო ხო ბელორუსიდან გაიწვია. არა, საერთოდ სასაცილო ამბავია. 1-5 დღის წინ შეწყვიტა სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. 5 დღის წინ. კი ბატონო. და დღესაც ხორციელდება გაზის ტრანზიტი. განცერ არის ელჩის გაწვევა სხვათა შორის თვითონ ფაქტი როცა შესრულდა მანამდე იყო უკვე საუბარი ხო გახსოვთ ეგ გონჩარენკომ ერთ-ერთმა პირველმა რომ ისაუბრა რომ ჩვენ თურმე რაღაც ამორალურ განცხადებებს ვაკეთებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაშინ იყო რა საუბარი უკვე ელჩზე. ხო ის ფოტო ნამდვილი ფოტოა და არავით არის ფოტო მანიპულაცია ხო სადაც გონჩარენკოს გეორგიევსკის გონჩარენკოს ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ გონჩარენკო იყო იანუკოვიჩის პარტიაში შემდეგ მოულოდნელად ძლიერის მხარე დაიჭირა და გადმოხდა უკრაინაში თხოვდა რუსული ენის მეორე მშობლიურ ენად აღიარებას ოფიციალურად სახელმწიფო ენად აღიარებას მაგრამ შემდეგ აქაური მობაზია რა ოღონდ უფრო ცივილიზებული აბიტუსით ხო თვისფერი განსხვავებული ზონა განსხვავებული გამოყვანა ნუ აი საერთოდ კი სხვა შორის ეგ ლოგიკური იყო მე საერთოდ მე ბევრი აღშფოთება მოვისმინე რომ როგორ შეიძლება 9 აპრილს გონჩარენკო ჩართო მაგრამ იმ კონტექსტის გათვალისწინებით რომ ის ჩართო ელენე ხოშტარიამ გიმოში განათლება მიღებულმა ნაცმა ოკეია ხო ანუ ელენე ხოშტარიას უნდა ჩაერთო რა თქმა უნდა გეორგიევსკის ლენტით თავმომწონე პოლიტიკოსი 9 აპრილს იმიტომ რომ მათი ერთ-ერთი რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი იყო ის რა ქვია გრიგოლ ვაშაძე რომელიც სხვა საბრალებდა რუსეთ უმეობას და თვითონ იყო ლოგო განსხეულებული განხორციელებული რუსეთი და რუსული კულტურა ჩვენთან. ანუ ეგეთი რაღაცა დისტოპიური სიმულაციური რეალობაა, რომ ნაცები აბრალებენ იმას, რაც თვითონ არიან სხვა. სუესი არის უნდები. სუესი კი ბატონო. ჩავთოთ ხო? არა, ეხლა მარგველას მოიხსენიოთ ერთი თქმილი სიტყვით. მარგველა პლასტელინის კაცი მარგველა ნაყოფიას ფულით, დიდი ალბათობით ალბათ მიდის სააკაშვილის დავალების შესასრულებლად კიევში. მარგველა მიიღო ახალი რეგალია. არის სააკაშვილის განეცი. მიმხმარე? არა, მიმხმარე მარტო. მიმხმარე გუბაზი არის, ესა განეცი. მიშამ დააგანეცა, კაროჩე ეხლა მე ვერ ვარო, ციხეში ვარო, უკრაინაშიო. ჩემნაირი მთავარსარდელი გაკიშვიო რა. ჩადიო და გადამილაგეო, რაც დასალაგებელი არისო.
ან მიშას განეცი არის მარველა. მეოთხე პრეზიდენტი ჩადის მესამე პრეზიდენტზე ლაპარაკობთ უკრაინაში. ძალიან მაგარი იქნება მიშას ბაიძე თუ ჩავა. მე რო გამოუწრუპოს ღვინო. ო და ჩემ ბაიძე ჩადიოთ. გამოწრუპავენ. ფოცა რო გამოუცალოს. ტიპი რაზე ნერვიულობდა რუსების შემოვლენო. პათოლოგების ანთოლოგია. მონსტრების კორპორაცია. გაუშვათ ხო? დავაი, პირველი. ამ შაბათ-კვირას დაგროვდა. პარასკევსაც. გაუშვით? არის ხმა? არა, აქ არის მის. არ არის ხმა? აბა ისეთი მონსტრი გაიჭიდა რომ გატიშეთ. აუ იმ დღეს გუბაზის ძველი ვიდეო ამომიგდო ბარამიძეს რო ლანძღავს. გააქვთ ნახი? აბა მე მაგ ნანახი რა მაგრა ლანძღავს. საქართველოს და იმათ უთხარით რომ ცხენია და არ იფიქროთ რომ ეს ნაძირლები წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას და მე არ ვლაპარაკობ თქვა აქ იმიტომ მარტო რომ მათ შორის ძალიან გატიშეთ ეს ორი ახალგაზრდა გატიშეთ და ჩართეთ ეკრანი. რა კარგად ძის ნახე უკან. რა არის? ის არ არის, რა ქვია მაგას? ფილმი რო არის, რა ქვია? უცხოპლანეტელი რო ყავს. შიშნიკი? არა, სხეულში რო უცხოპლანეტელი ყავს და რო ა? Men in Black-ში რო არის. არა, ბიჭო, უცხოპლანეტელი იმ მარველის ახალი ფილმია. ვენომი, შენ ცისახარ რა. ველა, თურმე იმედი მაქვს რომ ეგრევე კინოს მომაშველებს. ვენომი მარველის ფილმი არა, სონის ფილმი. მაგას შეგიცავ. და აქ ჩართეთ. ეს ხო რუსეთს გამოხატავს ალბათ. არა, ეს უკრაინის ხო, მაგრამ ის მონსტრი რუსეთია. არ ვიცი რა. ეს ვაფშე რა დროშაა? არა, ეგ იქნება ყველა ვარიანტი. შეიძლება არ ვიცი რა. რუსეთი პრობლემებს უქმნის საქართველოს და ქვემოდან რატო არის? ოკუპირებული აქ. მონსტრის სახე ქვემოდან არის დახატული. ნუ ეგ რუსეთს წარმოადგენს რა ყველა ვარიანტი წითელი თვალები. ვენომივით ამოზდივია რა. შეხედე? კაი გავშვით. მიშამ სააკაშვილის მაკაცი ვარ, მეგობარი ვარ, მისი გუნდის წარმომადგენელი ვარ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ვარ და ჩემთან ერთად კობა ხაბაზი და გოგოჩა იყვნენ. ლემონჯავა. იმიტომ კი არა, მე ვიცი რომ ამას იზიარებს განურჩევლად პარტიულობისა საქართველოს ყველა პარტია. ეს კობა ხაბაზი განსაკუთრებით მაგრამ მიდის, შეხედე? ის პატრიოტული პარტიის წარმომადგენელი და ყველა ნორმალური ადამიანი, ვის უყვარს მისარ სააკაშვილი, ვის არ უყვარს ნაციონალური, აქ აბსოლუტურად არაფერი შუაში არ არის, ვისაც უყვარს საქართველო. და აი ეს ნაძირლები, როგორ ბედავენ, დღეს ეკინკლავებიან უკრაინის მართლა გმირი ხალხის გმირ ხელისუფლებას. ანუ აქ როგორ ბედავენ უკრაინის ზოგიერთი წარმომადგენლები, რომ ჩვენ კონტრაბანდაში დაგდონ ბრალი, რომ ქართულ ხალხს უთხრან, რომ თავრობას ჯობი ხარ და შეცვალეთ. და ზოგადად მათი განცხადებები. არა, ზოგადად მათი განცხადებები მაგალითად წესით და რიგით პარამიზესაც უნდა აწუხებდეს, იმიტომ რომ ეს ზეპარტიულია ეს ბრალდებები და საქართველოს როგორც სახელმწიფოს და ქვეყანას ეხება და არ არის ის რომ პარტიამ გაიხაროს, მაგრამ ეს ის პარტია, რომელმაც მართლა კოვიდი რო დაფიქსირდა, გაუხარდათ, რომ რაღაცა ხალხი პრობლემა შეიქმნება და იქნებ თავრობას დავარტყათ რა ამითი. მაგრამ მიშაზე რა კარგად ლაპარაკობდა ეგ რატო არ შეამჩნიეთ? მაგაცი ვარო? მაგაცი ვარ და ანუ პოლიტიკოზე საუბრზე ხო შეიძლება ვიხმარო სხვა ტერმინები, ანუ ემოციების გამოხატველი ტერმინი ხო პირველი არ მოგაფიქრდება დახასიათებისას რა, ანუ ვიღაცა მოგწონს, არ მოგწონს, ემხრობი, არ ემხრობი მის პოზიციაში ხარ, როგორ გიყვარს მიშა თუ არ გიყვარს მიშა, ანუ მარტო მაგაზე გადის გია ბარაბიძის. მიშას სიყვარული, მიშას არ სიყვარული რა. არა, ესე იგი მიშა არის ესეთი მოვლენა. არა, გია ბარაბიძე, ანუ საქმენ დამოკიდებულება არ შეიძლება ქონდეს. გია ბარაბიძე ამურულ გრძნობებში ხო შემჩნეულია. მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვა შორის მიშა ესეთი ფენომენია, რომ უნდა გეზიზღებოდეს, არ უნდა ფანატიკოსი იყო. ხო, ან უნდა ძალიან აღმერთებდეს. კი, ანუ აი უფრო რაციონალურად, ჰა? ფილიაა უფრო თუ ეროსი. არა, უფრო მოკლე სახელი აქვს, მაგრამ რაციონალურად ვერ მიუდგები. ხო, მაგით ვერ გაიგებ. ეროსია, ფილია არა. ნიკანდროფილი. გაუშვათ? კიდე არა ლაპარაკობ, ხედავ. აი ეს მოგიტანეთ, გელაპარაკები და დგახარ და ოპოზიციაზე ლაპარაკობ. კაკო, უბედურებაა. იმიტომ რომ ფაქტები მოგიტანეთ. არა, სუჩველობ. შენ გახარ და აქ ისმი ქვენ. ლევან, ამ ხელისუფლების პრორუსულობაზე ლაპარაკი. არია დავასრულოთ, იმიტომ რომ არის 100
ბიჭო, ამდენი რა აქვს მიტანილი, ეს მისიების არის- როეულია თუ ეს აი არის- ამას რომ მოგიტანს და აუ წავიკითხოს, სულ აღარ ვილაპარაკოთ სხვა რამეზე, კაც ამდენი მოუტანია. ეს არის რა თქმა უნდა ერთი დეკორია. ტექსტია, ერთი ტექსტია. დეკორი მოიტანა. პროსტა ბევრი. თეატრიდან იქირავა, მე მგონი დეკორაციად რა, დიდი ბაინდერები. ეს ჯერ კიდევ იქაა ჩარჩენილი. ნუ ბევრი ფურცელი რამე. თბილისის მერიამ შეუკვეთა რუსებს ვაგონ მშენებელთა ქარხანას, მეტროს ვაგონები, როცა უკვე აბსოლუტურად ყველასთვის გასაგებია, ვისაც ყურები აქვს და ვისაც დახშული არ აქვს ნაცობის გამო, თვალთა ხედვა, რომ ჩვენ ქართული მხარე საერთოდ არ წვეთდა ვის შეუკვეთდა და როგორ შეუკვეთდა და მეორეც მერე გაჩერდა ხო იმპერია. და მე როცა დაიძაბა სიტუაცია ებიერთმა კონტრაქტი გაუწყვიტა რუსულ ქარხანას. ანუ საქართველოს საერთოდ კონტრაქტით და პირობებით არ წვეთდა საიდან უნდა ჩამოეტანათ ეს მეტროს ვაგონი. მაიმუნის ერთი. ამას მაგ ფოლდერებში ისიც ექნება ირანიდან რომ მოწამლული ქვიშა შემოდიოდა. არა, ქვა. ქვა, მოწამლული ქვები. თეთრი ქვები. მაგრამ ის მე მგონი რომ ნისეების როეულია ნაცებში შიდა იქ ბაზის სტალონების სხვათა შორის ეს ნელ-ნელა ასე თქვათ იკაჩება ეს ბიჭი. იკაჩება? წინ არა, მე მგონია რომ რაღაც ერთ-ერთ გზაზე არ წინაურდება. წინაურდება მიშას სოციალურ მობილობას განიცდის. უგულავა მიუხედავად იმისა რომ ამაზე ნაკლებად არ ღრიალებს, არ ყვირის, უფრო უკეთ ზის ჩოგჯენში, რა თქმა უნდა, უფრო უკეთ ბლოგის რაღაც, უფრო უკეთ ზაროსეს არ თქვია მე იდახს დავარტყავ მიშასო. ხაბეიშვილთან შედარებით გაცლებით მეტ წიგნი აქვს საკითხული, ნულთან ხო, ყველაფერი ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ. კი, ეტლები და ხუნები იცის და ამან იცის არც ეტლი ხო არიტა იცის, ძმაო, რა გინდა? არიტა ხო უნი იცის. შანსი, უნები აი შანსი, ვერც მიხვდება რაზეა ლაპარაკი. ატილა და ეგეთ რაღაცა არ არსებობს, ეტლი შეიძლება არის. ეტლი ხო. კარეტა დიანა ტრაპაიძამეც. კარეტა. ასე რომ კარეტასთან. უგულავას აღარ აქვს შანსი, პროსტა რაც არ უნდა გაიფხრიწოს. ფათაშორის ეხა მიხვდა დიანა უნიკალური რამ გააკეთა. კონკია და რუსული ზღაპარი ოქროს თევზზე გააერთიანა. იქ ხო კარეტა არის, რომელიც 12 საათზე ტიკვად გოგრად გადაიქცევა და აქ კარიტა, რომელიც დარჩებიან რამდენი სიმდიდრის მერე, მაინც ურაზმიტავა კარიტა და რაღაცნაირი, აი, ხედავ, ესეც ხო შეიძლება. ფოლკლორისტი ყოფილა, არ ვიცი ცოტა, კი ბატონო. კაი, დარჩი, წავედი. პროსტა მინდა რომ შევხედოთ რა. ჩვენ გავუშვით და წავიდა. ეს ხო ძველი ფოტოა. ხო, მაგრამ რაღაცნაირად მოგვინდა, რომ ხო, ძველი ფოტოა ეს, ვიცი. ეს 20 ივნისის პერიოდის არის. სელფი არის გადაღებული ერთად. რას დაარქმევდით? რას დაარქმევდი, ბაჭო, გაგეცინა იმაზე, რას დაარქმევდი? შეიძლება თქვა ეთერში? ბიჭო, ვიდეო გამახსენდა. ის ფილმი რო Fear and Loathing in Las Vegas. არა, როგორ წავწიე წინ? ვიდეო რო არის, გასოს ხალი რო ყვება? რა? ვიღაც კაციო მეძახდაო ესეო. არა. მაშინ უნდა დაარქვა რამე two men one jar. რაღაც რა. აი, სხვა რამე არ. არჩი, ისეთი რაღაცები გაფიქრდებოდ, ისეთი გარყვნილი ხალხი. ხო, აი, აბა რას დაარქმევდი, რა სხვა რამ ტოტვერი. ნახე ჩიტი გამოფრინდება, არ შეიძლება ესე მამე უწყინარი ხუმრობა. აუცილებლად სწორი ხარ, არა, მართლა სწორი ხარ. რაღაცა ისეთი უნდა კაი. აი კიდევ ვისწვენია საქართველოს ქართველი რო არის. აბა კიდევ ვისწვენია გარდა ბარამიძის. ქართველი რო. კაცია თქვა. კაცია. ხო არა მინდა. არა. კაცვის შერწყვა. კაი, ნუ ვერ მიხვდებით, იმიტომ რომ დიდი ხანია დაკარგული იყო და ეხლა ცდილობს ადგილი დაიბრუნოს. მოიცა, ერთი წუთი გეხვეწები რა. დიდი ხანია დაკარგული. ხო, არ ჩანს, აი ისეთი აბსურდული რაღაცები იყო თავის დროზე წარმოდგენილი და ცნობილი. არა. ესე დიდი ხანიაც არა, ვაფშე ჭაობში არ არის. კაი, ჩარტე. აბლაბუდაში. ვაფშე ვერ მივხვდი. ჩარტეთ? წავიკითხე ეს ინფორმაცია, აი სიცხვილისგან საწავსულიყავი არ ვიცოდი რა, იმდენად აი მსხვენია უბრალოდ მართლა რომ ის წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას. მე ვფიქრობ რომ ჩვენ ოპოზიცია აქტიურები ვართ ამ პროცესში, კოლეგებსაც დავალაპარაკები და უნდა გავაკეთოთ ისე რომ ჩვენ ჩავიდეთ ბუჩაში. კაი.
ესე იგი ამას ცხენია, იმასაც ცხენია, მაგრამ სხვა შორის ეს ბიჭი ხო დაკარგულია უკვე, იმიტომ რომ აქ სტრატეგია აღმაშენებელი, შარლ მიშელის ფრაქცია, რაღაცები სულ გამაზვები იყო რა და ეხლა ამ სასტიკომში რაქნას არ იცის, მიშაზე მეტი მიშისტი ვერ გამოვა რო იყოს და რაღაცა დაიკარგა ეგა რა. ხო გაჩვენე, ხო არ მეჩვენება, მართლა დაკარგულია ამ ბოლო დროს. მეც ეგრე მგონია შეიძლება იქ ქონდა რამე იდეა. არა, ამან სტრატეგია ტარას შევჩენკო ან რაღაცა. ბოლო არჩევნებზე ძალიან პატარა შედეგი დადო, ხო? კი. ხო? კი, საშინელი. და გენიალური კაცი. ნუ იცი თუ, ხო? კუბაზე? რა თქმა უნდა. ისეთი გამომშრალი ტვინის ხელისუფლება ყავს, რომ უკრაინა გონიათ, რომ იმართება ლორდ გია ლორდ ფანძის მიერ. რა უნდა ელაპარაკო ნინო ამათ? მართლა ღვთისმშობელი იფარავს ამ ქვეყანას. ვისთან აქვს საქმე გესმე? რაღაცა ბოთეებთან, ტეტიებთან, ჩამორჩენილებთან, უნიჭოებთან, უნიფხოებთან. აუ, კაი კაც. უნიფხოებთან რას ნიშნავს? ვაიმე, უნიფხოები რა არის? ბიჭო, ჟიჟილაშვილის სახე თუ რანაირად კაცო თუ კორუფციამ ძვინვარებს და რუსული ფული ჯიბეებში მოემართება? არა, ჟიჟილაშვილის სახე რა მაგარი. ეხა ჟიჟილაშვილზე მინდა გითხრათ, ცუდი გოგოა. მშობელი ანკულარი, ეგეც ახლა ფორმულა და ჟიჟილაშვილი, ჟიჟი არის ცუდი გოგო, იმიტომ რომ როგორც თვითონ პოზიციონერებდა, ასეთი ტიპის ბეჰემოთთან აქვს იდეური განსხვავება რა. ხო. იდეური განსხვავება. ის ლიბერალია. ხო, აბა. ის დასავლეთის და არხს წარმოადგენს, რომელიც ეს არის ბნელი ბეგემოტი რა. თუ ტიპი ამბობს, ის არა, ისედაც ამ ბოლო დროს სულ ურწყავს რაღაცებს, რომ დასავლეთი მკვდარია, ევროპა მკვდარია. ქალი ქალს აღარ გავს. გუბაზას, გუბაზა, ხო. დრიან დროშაკლი, დრიანი ქუდიაკია. უნიფხოები და ეს ხო ხდები, მაგრამ იმიტომ რომ ასიამონოს გასაგებია ვისაც. აი ესეთ მრაზი რო იწვიან ხოლმე ოკუპანტები, ხო? საძაგელი არსებებს უშვებს ხოლმე. კავკასიაში უნდა იყოს მაგის ნავთსაყუდელი. მე მგონია რომ კავკასიდან არ უნდა გამოდიოს. არა, მე მგონია კავკასიას უნდა კონდეს გუბას 1 საათი. კი, ყოველ დღე. ჩაჭვით უნდა იყოს იქ დაბმული. კი. ვაფშე რაღაცა. ხო და ეს კიდე გაბლატავდა სადღაც დადის. კი. აი ტალონები აი ეს რაღაც პონჩი რომ მივარდა ჩვენი გურან და შემეცოდა რა რაღაცნაირად. შალიკოს მოკითხვა გადაეცით. ანუ მთელი იმ საშინელი სიტყვებისა რომელსაც მე პირდაპირ გადავცემ შალიკო აირჩია. ამ შემთხვევაში ან საერთოდ არაფერი უნდა თქვა, მაგრამ გურანდამ ხომ მოყვარო თქვენი ბრალეო რამდენჯერაც დავინახე ეგრევე გამეცინაო და დარწმუნებული ვარ პარლამენტშიც იქნება ეგ დისკურსი გაბატონებული და ნაცებშიც და ხალხშიც. არჩევნებს ესეთი გამონათქვამი, ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო. ძალიან მაგარი გამონათქვამია და მის გენიალურობაში დარწმუნდი აი ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ. აქაც bad girl ჟიჟი არის? კი. არა, უფრო გუბაზია გმირი. გავუშვით? სექტანტ ტოტალიტარული აზროვნების სექტანტების ხელში ვართ. ესენი არიან ბიზნეს მოწმეები. მათი სამყარო რელიგია. ანუ მართლა ჩვენ დავარქვით ტოტალიტარული სექტა მიშიზმს, იმიტომ რომ ფორმითაც და შინაარსითაც ზუსტად ეგრე ფუნქციონირებს მექანიზმი მთლიანად ეგ აქვს მიშიზმს. რაც ტოტალიტარულ სექტას. მეგობრებო, მიშიზმის წარმომადგენელი თვალსაჩინო ვიღაცაზე ტოტალიტარულ სექტას კი არა, სექტას იტყვის. ნუ ეგ უკვე всё. არ გვახსოვს იმ აქციაზე. მან დამთავრდა ტრედები რო გალიიდან გამოატრეს თავზე რო ჯეჯილები ქონდათ და ფრიკები და მონსტრების კორპორაცია ჭეულებრივი. უბაზა ამბობდა რომ ქრისტიანობა ხელახლა უნდა მივიღოთ და მიშა უნდა იყოსო ამის ახალი შემოგდანიო. და მიშას ჩამოსვლა მეორედ მოსვლა ჩერაცხეს და აღმოსავლეთის ვარსკვლავი. ხო თქვა ეგ დასავლეთის. აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოს და დასავლეთის ვარსკვლავი. დასავლეთის ვარსკვლავი. ნუ ახლა ხო და მეორედ მოსვლა მონათლეს მიშას ჩამოსვლა, ოღონდ მიშას სექტაში იგულისხმება არა ის რა რაოდენობით ხმაცაც იღებს არჩევნებში, არა ვთქვა 20-25 და 30%. არამედ აი ეს 5% ან 3-4% იმ ელექტორატიდან არის hardcore მიშის. სააკაშვილის ხალისხმევით მეტნაკლებად არააგრესიული და შეგნებული ადამიანებისგან კოლექტიური მეგიგოცირდე ჩამოყალიბდა ახლა, იმიტომ რომ
მოხდა ისე რომ მეტნაკლებად ვისაც აზროვნება შეეძლო მაგ პარტიიდან მართლა წავიდა დარჩა დაწინაურდა ხაბეიშვილი მელია დამალულია მელია ჩვეჩი დამალული არსად არ ჩანს იმიტომ მელიას უნდა და მაზერატი და ქულ და ეხა სექტას ვაფშე ძალიან კარგად გახსოვთ მელია როგორ ჩავიდა არჩევნებზე ბათუმში და თქვა რომ აქო ქერეხში ვარ თუ გასვენებაშიო თუ რაღაც ეგეთი თქვა რა და არც მივიდა არსად არც გამოჩნდა და მთავარი მიშას დედამ თქვა პირდაპირ რომ ეს არისო მოღალატე კაციო რა გმირის გმირობას როდის შეუშლია რამე პროცესისთვის შესაბამისად იქ მართლა სექტაა ოჯახურ კლანური ტოტალიტარული სექტა რა ოჯახურ კლანური არა მიშა ბიძა უბრალოდ არა ესე ემისრები ხო ტექნიკურ საკითხებს აგვარებენ ესე უბრალოდ ინფრასტრუქტურულ ხო ხარჯებს და იმას აი ბოდვითი აქციები აი წინა სახალხო შიმშილობა აბსოლუტურად ბოდვითი აქცია ბოდვით დამთავრდა რომ ერთ-ერთ ასე ვთქვათ მოშიმშილებ დილით ალიონზე დაინახა ზრუნველი ბარამიძე რომელიც საბანს უსწორებდა მის თანამებრძოლებს აი ესე და იმ დღეს დამთავრდა სხვა შორის ეს აქცია ხო აი ესე ბოდვით დამთავრდა რა ხო აბა ნახოთ კიდე კუბაზე არ ვასვით რა თქმა უნდა მე ამ ხალხს უკვე ახალი ეს მესამე გაწევის კოცები ახლა 20-20-ის გაწევის კოცებს არ ვეცნობ მაგრამ ის ძველები ჩვენებმა მანავენც არ წინავდნენ ხო მე 2016-ში უკვე უარესი ისო ვიცნობ მე ამ ხალხს არ იცია ნინო აი ახლა მედაში რა თემებზე საუბრობთ იქ არ მიდის ამას განხილვა კომიტეტების თავმჯდომარე მინისტრები ვინ არის საგარეო საქმეთა მინისტრი ახალი თავდაცვის მინისტრი ვინა ბიზნეს ბანკის თანამშრომლები არიან მართავენ ქვეყანას და ათემებზე საუბრობენ მინდა შეგახსენოთ რომ სააკაშვილის მინისტრები საერთოდ არ მინდა ეხა ქალები არიან და ცუდი რამე თქვა მაგრამ საიდან და რით აღმოჩნდნენ მაგ სკამებზე ეგ ცაკესაუბარია და სულ ერთი მინისტრი იყო თუ ორი მიშას მთავრობაში ადეიშვილი და ახალაია მერე წამოიჩიტა ხო ადეიშვილი ვანო მერაბიშვილი და ახალაია იყო სამი მინისტრი ოქროაშვილი რომ მოკესდეს მაგის მერე დანარჩენ მინისტრებს ბოდიში და ყუზავდნენ და რასაც უშვებოდნენ ესენი თქვენ შემზე კარგად რა არც ერთი მინისტრი არ ფუნქციონირებდა სწორად ეკონომიკის მინისტრი იუსტიციის მინისტრი სასამართლოს უფროსი იყო ადეიშვილი თლიანად უშიშროების მინისტრი პლუს ეკონომიკის ნაწილის მინისტრი და ძალიან ბევრი სხვა სფეროს კურატორი იყო ვანო მერაბიშვილი ვერ გაძელი მაინც სერიოზულად წემ პასუხს არა ბიჭო რა არის იცი აი ეს სხვა რაღაც გამოგიყვანა წყობი bad girl ჟიჟის რო ეუნება რომ ჩვენო ეხა რა თემებზეც და როგორ თემებზეც საუბრობთ ისინი მაგაზე ვერ საუბრობენ და რა გონიათ რა თემებზე საუბრობენ რა მეტაფიზიკურ აზროვნებაზე ბაზრობენ თუ ანუ რა წარმოდგენა აქვთ მე რა ვიცი ანუ რამე კონტექსტი გამოვტოვეთ რაზეც საუბრობდნენ თუ რაშია საქმე აი მაღალღირებულები ახლა კი განსაკუთრებულად ბოროტიჩიტი მინდა გავუშვათ ახლა შეიძლება ყველანი მოქმედები რაღაც ინვალიდიზაციის სიმულაციას ხო არ ახდენს იმიტომ რომ რაღაც როგორი მზერა აქ იცი აი გაყინული ხო არა მე მგონია რომ ძალიან ჯანმრთელად გამოიყო ხო აბა გავუშვათ არ ვიცი მე მოქმედების დრო ხალხი ჩვენგანების მოქმედებას სად იყურება რა ისეთი განცდა მაგრამ სუფლიორს უყურებს აი პრინციპულად შეუძლებელია სუფლიორი შეიძლება ნაცებმა რომ დაუდგან საათ რო იჯდეს სუფლიორის ტიპი სადა იმდაც არა გაგენ განცდა შეხედე პარტიას საზოგადოებრივ ზერა არ გადაა ხო აქაც ეხლა ის დრო მოქმედების იმისაც რომ საქართველოს არ დაიყოს მეგობრებო რომ საქართველოს თუ ჩააბარეს მე დაიწყება სისხლისღვრა გაგრაში სისხლისღვრა მოხდა მას შემდეგ და თავები თითამაშის ქართველის ფეხბურთი მას შემდეგ რაც გაგრა ჩააბარდა არასწორი ხელშეკრულების გამო ზუსტად ასე მეგობრებო არ გვაყარებ სახურავის საკითხებს ბატონო ეს არ არის სახურავის საკითხი ხო ის შეუძლია შენიშვნის მიცემა ხო ბოლოს თუ არა მეუბნები ბოდიშენ მოახდევდნენ ნახე კი ჩურჩული თუთხა მაგრამ მადლობები და ბოდიშები სუფლიორი იყო ხო 100%-იანი ისეთი განცდა მაგრამ რაც თავარეს სახეზე პირველი არის დამცხრალი ანუ
გარეთ რო იყო ეთყობა ვერაფრით ვერ ამბობდა უარს. რაღაც კონკრეტულ საკვებზე რაც წყლის შეკავებას იწვევდა მერე და სუდასიებული. აი როგორ აიგივებს პირიქით უკეთ გამოიყურება. კი ბატონო, როგორ აიგივებს ლუი მე-14-დან საკუთარ თავს, ანუ საქართველოს ის არის და ის არის საქართველოს რა. დიდი საქმე. ეს ვით მომზადა დიდი მადლობა ყველას ვინც გულშემატკივრობს აკტივრობს. მოვიძიებ მაქსიმალურად ყველაფერს, მაგრამ საქართველოს აღარას გასაძლებელი დრო. ჩვენ გავიმარჯვოთ და ჩვენ გავიმარჯვოთ გაუცილებლად. ავალოვი მე-14. ანუ მე და საქართველოს ერთიანი ვართ, მაგრამ მე გაუძლებ, მაგრამ საქართველოს ვეღარ გაუძლებს. ამიტომ მე და საქართველოს დაგვეხმარეთ. ანუ საქართველოს ჩემი სახით იხსენით ციხიდან. ეს ყველაფერი ხო იქამდე მიდის საერთოდ. არა? Maybe baby. კაი, შემდეგი რა არის? არ ყოფილა კაი შაბათი კვირა ესე იგი პროდუქტიული. ბიჭო, როგორ არის? შეგაგინებდა რა. ვერცერთ ვიდეოზე ვერ ვიკაიფე დიდად, თქვენ მე გამიტრუხდა მაგის ამბავი, აა? არ არის ნაშკარად ბომბები. აი აქ არის ბომბა, ეხლა კიდევ ბარამჯეს და ბაზის არისო ბომბი. გავუშვი. ჩასრულების იდეოლოგიას ქადაგებთ, მონობას ქადაგებთ, კოლაბორაციონის არ გაღიზიანებას კი არა. ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს, ყველას გთხოვთ, ეს სისულელი არ გაიმეოროთ. ესენი არ გაღიზიანების პოლიტიკას კი არ აწარმოებენ. ესენი კოლაბორაციონიზმის, ოკუპაციასთან შეგუების და ეროვნული ინტერესების ღალატის პოლიტიკას თქვა ჩასრულმა ჩასრული მთავრობის ჩასრულმა მინისტრმა, რომელმაც 20% დაგვაკარგინა და საკუთარ ცხენს პორტატურიდან რომ გამოასწრო პიპინიამ, ისე გამოასწრეს იქიდან რა. და ისე სხვა კუბაზე კი არა და გია ბარამიძე და კობა ხაბაზი ხო? რო შეხედო პატარა მტვერიც არ აქვთ მიყრილი, ოდნა ეგეთი სუფთები, ვიღაცები უწევდნენ რომ ტალახი მაინც წაეცვა. ტალახი მაინც წაეცვა, ოდნა. სიმბოლოსთან უნდა გაიარონ ტრენინგები, რა ქვია იმას, რემბოსთან. რემბო ხოს აქ რო იყო რა ხეებს რო დაათრე, მურებს რო ისვამდა. და გაიარონ კონსულტაცია. ტრაგიკულია მეგობრებო, საშინლად ტრაგიკულია სააკაშვილის ყოფა, როცა დედის გარდა კიდევ ერთი ქალი, აი ეს ქალბატონი ესარჩლება. განცხადება იყო როგორც ყოველთვის. რაღაცა დასაწყისი იქნება თითქოს შეთანხმების და მორიგების, იმიტომ რომ შეუძლებელია, იცით, როდესაც ამხელა ამ მრჩეველი კვლავ ყავს ამ მესამე პრეზიდენტს ასე გააღიზიანო და თვალწინ უკლავდე მესამე პრეზიდენტს იმ ამომრჩეველს, რომ მძიმდება ამაზე უკვე ყველა ექიმი საუბრობს. სირცხვილია ეს ადამიანი ციხეში მოკლად. ეს იქნება დიდი უთანხმოების დასაწყისი მაგ. რა არის, რაზე ვერ ჩამოყალიბენ ნაცები, იცი რომ სირცხვილიას გვაბრალებენ უკვე რომ სამარცხვინოები ვარ, როცა უკრაინას ხარს არ უჭერთ. ეს იმდან დიდი სირცხვილია, რომ იქ სააკაშვილის არ გამოშვების სირცხვილი პატარაა და ხო ხდებია რა, კონტრპროდუქტიულია. ამაზე სირცხვილიას დაბრალება, რა სიტყვით თქვა. და ძიმდებაო ამ ქალბატონმა თაკომ თქვა და შენ რას ფიქრობ? ფაქტი სხვა რამეს ამბობს. ა? ბევრად კარგად გამოიყურება ვიდრე შევიდო და ამჯერა. აგი კიდე ერთი კაცი ნახე რა. მართლა ამჯერა რა. აგი კიდე ერთი კაცი, აი ნახე. ესეთი განცხადებები უნდა იყოს ბევრი, მაგრამ ამას შეიძლება მუშაობა, მართლა ყველა კარზე დაკაკუნება. ლიეტუვამ ეს გააკეთა ეხლა საკუთარი ინიციატივით, იმიტომ რომ უახლოესი მეგობარია ჩვენი, მაგრამ მხოლოდ ჩვენ მოდი იცი რას ვიზაო, გამოურთავ ხმას და დაცვის წევრების მოძრაობას დააკვირდით რა. იმიტომ რომ ეს გასაგებია სიცახის, აზრი არა აქვს. გავუშვით? აი ეს არის ისა კლასელი მისი, აი უკან ბრგერო არის და ისიც ნახე კაპაციტეტებს რატო ადევნებენ. მე ესეთი დაცვა ესე მუშაობდეს, მინახავს როცა პრეზიდენტი ჩადის ომის ტერიტორიაზე. აი რატო პაკაზუხო მე შენი. რამდენჯერაც ამათ გაეკცათ და აბადლეს ეს გვარამია. ალბათ ეგეთ დროს აკლებს ხელფას და აქეთ იქით უყურებს, ნახე. ისა აქეთ ორი და ეხლა შენ წამოდავთ ხო მიცხეს ხო არა ირგვლივ აქ ხალხი რამდენიც ამასხეროს ხო აგინებს ხო რა ყველა საფრთხე არის ანუ გვარამიას გვერდი ყველა ყოველ მეორე ადამიანი პოტენციურ საფრთხე არის გვარამია მე მაგალითად ამერიკის პრეზიდენტი ან ნებისმიერი დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ასე იყოს დაცული ხო მე არ მინახავს რა ესე უყურებდნენ და არ აქვს საჭიროება არ აქვს საჭიროება არ ვიცი ხო როგორ არა რაღაცა მე მგონი
გვარამიას მე შევთავაზებდი პრედვარილო კანონს, სადაც გადის წინასწარი ჯგუფი, ძაღლები, საჭიროა მე მგონი, ძაღლები ტროტილი აღმოაჩინონ, ხო? ხო შეიძლება ტროტილი იყოს, ხო? ან რაღაცა დაცვა ბევრი იყოს რა. ამობენ რომ ვიღაცას მაგის მოკლა უნდა, მაგრამ მე მგონი გადაიარა მაგ საფრთხე, მეთმან უკნას და ძალიან დიდი ტრაგედია იქნება, რომ ეს მოხდეს და მაგაზე ფიქრიც კი არ მინდა. მაგრამ აი ხანდახან ხო ურტყავენ თავში. რაც რა თქმა უნდა ხო და მაგის არასწორია და გმობ მაგას მე. ეს დაცვა მაგის პრევენციას ცდილობს ეხა. ხო, ნუ არ შეიძლება. სწორი თქვა რომ ყველა საფრთხეაო გარშემო. პადლეცის ხო მაგას გულის ხო. პადლეცი რატო არის? პადლეცის კი არა, ნუ ისეთი ნეგატიური დამოკიდებულება რას გამოიწვევს. პადლეცი რატო არის? აი გვარამიასთვის საფრთხე. აბა რა კაი სანახავია ახლა იმის პერსპექტივიდან ვინმე რომ პადლეცს ამოარტყავს? არა, პადლეცს ვერ წარმოარტყავს. ასეთ დაცვის ხელში ვერ მიიღო. ხო და მაგას ვამბობ, იმიტომ რომ ეს დაცვა იყურება პაკეტი. მაშინ მოსაწევად გავიდა და გაეპარა რა. სამაგეროდ სამი მანქანით რომ დადიოდნენ ზუგდიდში, დადიოდა მიკროფონით 8 კაცის თანხლები და ეჭხუბებოდა ზუგდიდელებს. გახსოვს ეგ? ქალებს, ხო, რა თქმა უნდა, აბა კაცებს ეხლა. იქ გახსოვს? მაშინ გადარჩა. ჰოსპიტალში იყო, ხო? გორში თუ სად იყო? გორში, არა, გორში ჰოსპიტალში კი არა, ქარელში. ხო, რომელიღაც ჰოსპიტალში. ხო, ქართლის რომელიღაც ქალაქში, ქარელში. არა, გორში წაიყვანეს ის და გორში. ხო, ქალებს რო ეჭხუბა. ქალებს მაგრა შეუტიეს მერე. რო გამოვიდეს კარი, გენიალური კარი. ასუხს არ გაქვს. მოდი. გამოვიდა და მოდი, აბა ოცნების ხალხი ხართ, მოდი. და იქით რო გაქედო. ხო, მორჩა და გაიღვიძა დევგვიყა. ტერი რო არ ჩანს, ხო იცი მისთვის. რო გონია რომ აქეთ არიან ჩასხმული ტიპები. ძმები ცუკერების ფილმის საუკეთესო ტრადიციებში. და რაღაცა კოკოლას აღვიდნენ. მოდი და ძალიან მაგარი იყო. ხო, ნუ აი ეგრე გაგვიწრუა იმედები რა. სად იქნებოდა სააკაშვილი, რო ყოფილიყო უკრაინაში? სად იქნებოდა? რას ხამობს თვითონ, თუ იცით? შენ რეალობას ამბობ. მაგ კაცო. სააკაშვილის აზრით სად იქნებოდა, ნათქვამით სად იქნებოდა. ფრონტის წინახაზე. აი, სწორი. რა თქმა უნდა, ომში. კავშირით? მაგაზე საუბარიც. ამიცის მინდა მიესალმო ბოდიში. ვერ გავილახე მოცეთ მიკუსი. მოგიწევდა. თან ხარ შეიძლება. უთქვას რომ სააკაშვილი ჩამოვიდაო საქართველოში, იმიტომ რომ განერიდა ომს უკრაინაში. მე ბევრი რამე გამოიცანი ზუსტად, მაგრამ ამ ომის თარიღების ზუსტი გამოცხადება რომ შეცვლოდა და ზუსტი წინასწარმეტყველება. მე ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინახარზე. და არ ვიქნებოდი იქ სადაც ვარ, ამ შუშის უკან. განრიგდება რომ დომიდან ამერიკაში ჩემელო განრიგდება ჰოლანდიაშიც და ბევრ სხვა ადგილას. და მინდა თქვა რომ ეს არის სტარა 300.000 საკანში სადაც ვიმყოფები. ამიტომ ფათაშორის არ თქვა რომ გაუშვან საწავა, არ თქვა. მე რომ განრიდებამ დომოდაო, წავიდოდი უკეთეს ადგილზეო და ეხლა რაღაცნაირად არ თქვა. მე ვერ დავიჭირე, რომ თქვა რომ გამიშვან წავალ წინახაზე. მე მაინტერესებს ვის მიესალმა. ნიკუშას. ვინ არის ნიკუშა? მელია არ იქნება. ნიკუშა მელია არ არსებობს ეგეთი ხო? ნაცი ნიკა ვინაო ბიჭო? ნიკუშა. შეიძლება შვილს მიესალმა. ხო. არა მგონია. არა მგონია ეს შვილს არ ესალმება ეგ. აბა ვის? ნიკუშა ბიჭო, ნაცი ნიკუშა. ძალიან გამიხარდა. ბიჭო, აი უყურე რა უსამართლობა. ბარამიძეს არც ერთხელ არ ახსენებს. მე მგონი ბარამიძესთან ისეთი კომუნიკაცია კი ეგრე ეკა ხერხეულიძესაც არ ახსენებს. უგულავას? არა, ეგრე ხერხეულიძესაც არ ახსენებს ხო, მაგრამ ხერხეულიძე აშკარად მისი კადრია და დობით აღჭურვილი პირი და უგულავა მე მგონი არა ჩახსნილია. და კაი, გუბას ცოტა დამცინავად რომ იმართა. გუბას თავის ადგილზე ვერ დაგინახეო იმ სიმბოლურ და სოციალურ კაპიტალს ნაცებისგან და დაფასებას. გუბაზეც არ მითხო, არ ითხოვს. გუბაზე მიხვდა და წოუწვა ცხოვრებას ეგ კაციც. მიხვდა რომ ხა ფულიც და ღირსებაც ერთად არ გამოდის რა და არა, მაგას ფეხებზე კიდია კაცო რა. კაროჩე გააკეთა რა არჩევანი გუბაზმა. არა, მაგას სოციალური კაპიტალი ფეხებზე კიდია მე. არ ეკიდა მანამდე. თუ გახსოვს, მთელი ცხოვრება გუბას ვიცნობდით, ეგეთ მოლაპარაკეთ იმოდ, რომ ხო. საყოველთაო ქაჯმა
საქართველოს ქაჯების ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასულმა, პირველ ყველაზე მაგარი ქაჯიც არ არის, ნონა მამულაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს პროცეულის ოღნა, გლუკოზა და სხვა რაღაცები გაუგზავნა. იცი ეგ ამბავი? აი ესე აიღო, მივიდა კაბინეტთან დაუდო. კაცი არის ავად. და ამან დასცინა რა. ეს ის არის ხო დავით ლორიას რო წუდა პირდაპირ ეთერში და რომ მივარდა ფეხიშველა რო ავარდა დასაკაცრად რომ ანუ შენ ხვდები პროსტა მართლა ხვდები ნაციონალურ მოძრაობა რომ რამე ფორმით ხელისუფლებაში იყოს ესენ უკვე ოპოზიციაში კი აღარ იქნება ესენ იქნება თანამდებობებზე მაგალითად თავდაცვის მინისტრად ჯანდაცვის მინისტრად და ასე შემდეგ ხვდები პროსტა ეს იქნებოდა ხალხი იქნებოდა ანუ მართლა მონსტრების კორპორაცია რა პროსტა რას ვართ გადარჩენილები მარტო იმას ეხლა იმას გარომ რომ ომს აგვარიდეს ხაბეშვილი შინაგან საქმეთა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა, ნაცები რო აღარ არიან, ეს ძალიან დიდი გადარჩენაა, ძმაო, ეგ არის უდიდესი, ვერ ვაანალიზებ. სასწაულია. ჩვეულებრივი ავტორიტარიზმი, ფორმალურ ავტორიტარიზმში შევიდოდი. არა, ნაცები რო ყოფილიყვნენ, აქამდე ბევრჯერ დავიწყებდით ომს რა. ისე. შიდას. ხო. ხო, მაგრამ საომარ მოქმედებებს. მაგრამ შეიძლება არ ვიცი რა, ნუ მოკლედ წარმოიდგინე, აი ეს მონსტრები რო რამე ფორმით სადმე იყვნენ. ძალაუფლებაში. სადაც არიან უკვე პარლამენტის შენობაში რო უშვებენ უკვე, რადგან ვიღაცებმა ხმა მისცეს. აი ესეთ ხულიგნობებს ჩადიან. ხან მოწამლულ ნივთიერებას ღვრიან, რომ დაწამლულ ხალხი დარბაზში, ხან ეს ქალბატონი როცა საბოებს გაიძრობს და ახტება და იმის მერე გადახტება და ასე შემდეგ, მერე ამ გადახტომის შემდეგ მიაქვს ბროწეულის ოღონდ. ანუ გადაობს ეგრე რა. ფაფების ზედოზირებაში იმყოფ სააკაშვილზე აბა აგვეუბნებოდნენ რომ აი მართალია მომკვდავ კაცზე ქილიკი როგორ შეიძლებაო მერე დეინვალიდიზაციის კი არა ინვალიდიზაციის პროცესი მიმდინარეობსო და ცოცხლად კლავენო ჩვენს გმირსო და ამაზე ამორალური რა შეიძლება იყოსო როდესაც ამისადმი ჰუმანური მიმართება არ გაქვს და რავი მე როგორც კოვიდი აქვს შალვას და ხო. არა ოფიციალურად განცხადდა კაც. აუ ესეთი მიმართება დადასტურებულ რაღაცაზე, როდესაც დაუდასტურებულ რაღაცა, ანუ ვიდეოთი ფაქტით ნანახ მოკიშკავე მიშაზე გვტენიდნენ, რომ ამაზე როგორ ქილიკობ თუ კაცი საწუხილოდ შემშილობსო. არა ძალიან არაეთიკური. გიადვალს ძალიან აერია რამსები და იქცა ნაცების სპიკერად უკვე ოფიციალურად და ველის საერთო თეორიას რასაკეთებს ის მიკრო შავი ხვრელების აღმოჩენას შეეშვა და გადავიდა აი ამაზე. ძალიან გამარტივდა სიტუაცია. როგორც ხდება ხოლმე საერთოდ კრიტიკული სიტუაციები, აი ძალიან გამარტივებული მაქვს თვალსაზრისით, არის სიგეთე, არის ბოროტება, ეს ძალიან ცალსახაა. საქართველოს ხელისუფლება თავისი საქციელით თავის პოზიციონირებას აკეთებს ცალსახად ბოროტების მხარეს. იმიტომ ეს არ მინახო სხვა შორის მე ეს ფორმულაზეა ხო? ხო, გაიქცა. მე ვნახე იმედზე როდესაც იყო. უყურეთ თქვენ იმედზე. გაქცეული ახაც გაიხანებთ. გაიხან რა როდის ქონდა გაქცეული? რაც თავარზე ჩაერთო იმის მერე. მე რა გაიხანე გუშინ ჩაერთო. რა გუშინ კაც ორი კვირის წინანდელია. არა, აი წინა კვირას განმოხილია. რა ერთ კვირა არ გაიქცა მაშინ. ნუ პოლიტიკაზე რაც საუბარი დაიწყო, აღბეჭდა რომ პოლიტიკურად გავუდგეს. ახლა გაიქცა. იმედზე როდესაც იყო ჩართვით, იქ ილაპარაკა ჩემთვის ყველაზე წარმოუდგენელი რაღაც საერთოდ თავარზე ჩართვის მერეც კი არ მოველოდი, მსგავს რაღაცას, იმიტომ რომ კაცმა დაიწყო სინდისზე საუბარი და სინდისზე საუბარის კონტექსტში ქონდა მოწოდება ხელისუფლებისადმი, რომ დაუშვებელი არის არაფრით არ შეიძლება ქვეყნის მტრობა არის, როდესაც ოპოზიციას ეძახი ომის პარტიას. ანუ ესო არისო ისეთი შიდა დაპირისპირების და პოლარიზაციის და საკუთარი ქვეყნისადმი ზიანის მიყენება, იმიტომ რომ სულს უნდა უბერავდნენ ნაციონალურ მოძრაობასო. მაგას არ მოგისმენიათ როგორ ჩანს? არა, ხო. სულს უნდა უბერავდნო ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ მაგის გარეშე ოპოზიციის გარეშე პროგრესიო არ არისო. ხო ოპოზიცია არის. ომის პარტიას რო ეძახენ, ეს არის უდიდესი დანაშაულიო, ბიჭო და ანუ არაფრის თქმა იმაზე, ოპოზიცია რას აკეთებს, სააკაშვილი არის თუნდაც ოპოზიცია. ხო, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში, რეგიონალურად რთულ პერიოდში, ჩვენთვის საშინლად რთულ პერიოდში, როგორ შიდა დაპირისპირებას აღვივებს, როგორ ხელისუფლების მტრულ განწყობებს აღვივებს,
მათ შორის როგორც შიგნით და ლოკალურად, ისე საერთაშორისო თქვა ძალიან კარგად. კაცი არის ძალიან დიდი ხნის წასული. საქართველოსთან ძალიან მცირე რამ თუ აკავშირებს სისხლხორცეულად. ძმას დაურეკავს, ძმა გასაგებია, ხელმოცარული ტიპია, თავის ხელმოწერლობაში და წარუმატებლობაში ხან მიშას აბრალებს ამას, ხან ბიძინას, ხან იუპიტერს, თვითონ არის ხელმოცარული ადამიანი და მშიშარა ეგ არის თვითონ. მე შემიძლია უთხრა რა. მე ვიცი რა ძილადებები ჰქონდა მაგას და მაგასთან გამომდინარე რა. რაზეც შიშის გამო უარი თქვა. ხო, აკადემიურ წრეში თქვა რომ ნუკრი თქვა ძალიან კარგად. აკადემიურ წრეში ვისაც დაუკავშირდება, მთელი აკადემიური წრე მისი ასაკი საქართველოში ნაცურია, ხო? თავიდან ბოლომდე. თითქმის. არის არანაცური წრე, აი ხო, ნუ უფრო ალბათ ეგრეა. ხო, იმიტომ რომ ამ გიგი თევზაძეს იმდენად ბევრი რამ მისცეს, მაგალითად პედაგოგიურ ინსტიტუტს მისცეს უნიკალური ობსერვატორია, რომელიც წესით წყალქვეშა გემები და წყალქვეშა გემები მეცნიერებათა აკადემიის ნომენკლატურა უნდა იყოს, ხო ხდება? უბრალოდ თუ არ ვცდები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღორძინებდა რაღაც კონკრეტულ პროექტს, რომელიც გულისხმობდა საქართველოსთან წასული მეცნიერების რაღაც გარკვეული ტიპის ჰაბის მომწერეს ვის მიესალმა, ბოდიში. მამამის. აჰა. ვის მამა? მიშას მამა ესწრებოდა? ნიკუშა, ხუმრობა. ხო და რაღაცა ჰაბს აკეთებდნენ თუ არ ვცდები, მაგრამ ხო, მაინც ალბათ უფრო მიშისტურია ეს მეცნიერება არა, მაგასაკის მეცნიერ მუშაკები. ბიჭო, რატო ვამბობ იცი ამას? იმიტომ რომ ობიექტურად ეგრეა, რომ წლების განმავლობაში ეს საქმე კარგად დააყენეს. ინტერვენცია ლომაიამ კარგად იმუშავა, ინტერვენცია უმაღლეს განათლების სფეროში. სკოლებში მანდატურის მეშვეობით შევიდა ძალოვანი ელემენტი, ლოტოტრონის მეშვეობით რო ირჩევდნენ მასწავლებლებს, იქ შევიდა სიგიჟე სრული. ხო და ანუ ყველა შეუძლია სკოლის მასწავლებელი ილიას უნივერსიტეტი იყო ერთგვარი მოდელი და როლ მოდელი, როგორ უნდა იყოს საუნივერსიტეტო. ხო, როგორ უნდა იყოს, იმიტომ რომ თავის დროზე ძალიან კარგად კურიკულუმი თვითონ აზროვნების მოდელი. ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ გაუსწორდნენ უნივერსიტეტის პროფესორას შეკეტეს კლუბში, სადაც იმ დროისთვის, ეხა ეს კლუბი ბიძინა იმაშვილის ფონდმა ძალიან მაგრად გააკეთა და ამაყობს რა თქმა უნდა უნივერსიტეტი ასეთი კლუბი არც ერთ უმაღლეს სასწავლებელს არ აქვს საქართველოში, როგორც აქვს აპარატურით აღჭურვილი და ასე შემდეგ ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტს და მაშინ ძალიან სავალალო დღეში იყო და შეყარეს მოხუცი პროფესორები და ნუ პატრული მოხუცი პროფესორები კვალეტი არისო იქ მაგალითად მე მახსოვს ლელა გაფრინდაშვილი ხო მარინა მუსხელიშვილი რომლებიც მხოლოდ იმის გამო რომ ესე იგი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდათ სხვადასხვა მიზეზით, რა თქმა უნდა, მოგონილი მიზეზით გაათავისუფლეს თანამდებობებიდან. მაშინ იყო თუ არ ვცდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოცპოლის მიმართულებით ანდრო ბარნოვი, რომელიც ყველანაირი წესის დარღვევით იყო იქ თავის სადოქტოროს თვითონ უნდა მოეწერა ხელი, ესე იგი დაემტკიცებინა რა, არ ქონდა სტატუსი თუ არ ვცდები. მოკლედ რა, სერიოზული არეულობა იყო. მაგრამ ხო, ნუ ეგრე, კიდე რას ამბობდი, აბა შალვა, აგრძელებდი, მე მგონი ნუკრის ნახვა. ხო და ნუკრი თქვა, რომ აი ეს და შემდეგ გააკეთა დასკვნა ნუკრი twიანი ბიჭია. და პრობლემის ნამდვილი პრობლემის დაყენება სურს, რომ ჩვენ ვერ მოვიშორებთ ნაციზმს, ქართულ ნაციზმს, თუ აი ამას არ მივხედავთ, ანუ მედიას და რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო სფეროს. საგანმანათლებლო სფეროში ჩანერგილი ნაცები, ის კი არა ვიღაცა შუაშისტი და თავისი აზრი რო აქვს. იმენა ინდოქტრინირებული ნაცები, აი ფულს რო პარტიისგან იღებდნენ და პარტიას ლანძღავენ ახლა ოცნების ლიდერებს და გამოკვეთილი გიგი თევზაძე სტაილი ტიპები, ხო? აი სანამ ეს სფერო არ დაალაგდება, არ ამოიძირკვება ნაცური ელემენტი, მანამდე არაფერი არ გამოვა რა. მედია არის თავარი მექამაკის და არ ვიცი თქვენ ნახეთ თუ არა გვარამიას რო ქონდა რაღაც ფანტასმაგორიული ინტერვიუ ისევ ჩრდილები რო ალაპარაკა. ან მსგავს ინტერვიუს დადგა ნებისმიერ რაღაცაზე. ან ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ბრალდებას წაუყენებ.
ნებისმიერ ჩრდილს დააღებინებ პირს და ალაპარაკებ რასაც გინდა, ისე რომ საბოლოოდ იტყვი რომ ეს ფეიკი არა, მე წყარო მყავს, წყაროს უსაფრთხოების მიზნით მე მას ვერ გავცემ, ის მე არ მაძლევს ამის უფლებას, და როდესაც რაღაც სიტყვაზე საგამოძიებო ორგანო დაგიკავშირდება, ეთქვი რომ ამ წყარომ უკვე დატოვა ქვეყანა და მე არ შემიძლია რომ მოგაწოდო. ეს ერთი საერთოდ ჩემი სიმართლე მაყურებელთან და საერთოდ არანაირი ვალდებულება არ მაქვს, მე შენ ჩემს წყაროზე გესაუბრო და მორჩა. და ისევ დვალის იმას რომ გავყვეთ, სადაც ის ამბობს რომ საქართველოს ბოროტების ხარეს დგას ხელისუფლება და ამ შემთხვევაში შესაბამისად საქართველოს. დღეს ნახეთ თუ არა ინფორმაცია არ ვიცი, უკრაინაში გაგზავნილი ტვირთით 191 ქვეყანაში უკრაინის პოსტა აკრძალვა. ჰუმანიტარული პირველ ადგილზე რო არის საქართველოს პოსტა კი ბატონო. ეს ერთი. უკრაინაში საქართველოს საელჩო დღემდე განაგრძობს მუშაობას და 1 საათითაც კი არ შეუწყვეტია მუშაობა. მაშინ როდესაც სოფლიოს ყველაზე ძლევამოსილმა ქვეყნებმა გაითხოვეს სამიანთი ელჩები ომის დაწყებამდე გაცილებით ადრე. ევაკუაცია მოახდინეს და გაიყვანეს უკრაინის ტერიტორიიდან. ჩვენ დღემდე იქ ვაგრძელებთ ჩვენ საელჩო დღემდე იქ აგრძელებს მუშაობას. ну იმის ჩამოთვლას 100-ჯერ ჩამოთვალეთ და აზრი აღარ აქვს ყველამ კარგად იცის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველა საერთაშორისო სანქციას რომ ხარი დაუჭირეთ და თანაავტორები ვიყავით და აბსოლუტურად ყველა რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ ხმა მისცა. ამასთან ჩვენთან არიან ათასობით უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულნი თუ აქ ტურისტულად მყოფები, რომლებიც დარჩნენ, როდესაც ომი დაიწყო მაგ პერიოდში და უსასყიდლოდ ძალიან კარგ პირობებში, სასტუმროებში არიან დაბინავებულები, მერიამ ამოქმედა დამატებითი სამახალისებელი სოციალური პრაქტიკები უკრაინელებისადმი, იქ ბავშვები სკოლაში კერძო ბიზნესმა ძალიან ბევრმა უფასო გახადა მომსახურება უკრაინელებისთვის. ანუ სახელმწიფომ როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით ყოფ უკრაინელებზე, ისე უკრაინაში ყოფ და ჩვენ ვიზას მიგვიწვდება ხელი, საელჩოთი იქნება თუ ჰუმანიტარული დახმარებით, თუ პოლიტიკური დახმარებით, თუ დიპლომატიური, აბსოლუტურად ყველაფერი არის გაკეთებული და კეთდება და რასაკვირველია გაკეთდება. ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ჩვენ შემდეგ გვეძახიან ამორალურს და ამასთან ისე გვეძახიან, რომ ყველას აგონებენ, ანუ სხვის გასაგონად არის, ხო ეს ნათქვამი. მე რომ შენთვის კარგი მინდა და რაღაცა შენგან არ მომეწონა, შენ ცალკე გეტყვი რა, ანუ გურის არ გავაგებინებ, რომ თუ გურს ვაგებინებ, ესე იგი ამანაც მინდა, რომ შენზე გაიგოს, რომ აინახე რა ცუდი კაცია რა, ეგ წარმოდგენა შეექმნას რა. როდესაც გვეუბნებიან, რომ ამორალურები ვართ, როდესაც შემდეგ ვიღაცები ამბობენ, რომ თქვენ რო კარგი მეგობრები იყოთ, მეორე ფრონტი უნდა გახსნათ და ეხლა ადრო რო გახსნათ მეორე ფრონტი. და თან ანუ ამითი ერთი რო განამუსებე და მეორე რო ხალხს ატყუებენ, მას რა შეგიძლიათ, ეხლა შეგიძლიათ და აბა მიდით იომეთ. შემდეგ გვარი აღარ მახსოვს გუშინ რო გამოვიდა და ვეფხისტყაოსნის ციტატით რომ მოგმართა. ანუ რა ვეფხისტყაოსნის ციტატით თან დამუნათებას რო ახსენს ვეფხისტყაოსის ციტატ პაპოშს რო გამოგზავნა რა მოწვევა. ჩამოდიო. ანუ ეს ხო არ არის მეგობრული დიალოგის ნაწილი, ანუ ეს ხო არის საჩვენებელი იმ სხვისთვის, სხვისი თვალისთვის და აღშფოთების გამომწვევი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩათვლის, რომ აი ხედავ უკრაინელებს და მეცაც გეტყვი. გინდა გავამძაფრო. ნებცით თუ უნებლიეთ, აი ხა ვიტყვი, არის ხელშეწყობა სხვისი ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევისა, ანუ აქ რაღაც მასობრივი უკმაყოფილების წარმოწყვეტა. ეს ვერ მიაღწევს მიზანს, მაგრამ ეგრეა. ხო, ნუ აგრეთვე ელჩი მოხსნეს ჩვენგან. გაიწვიეს მე, ანუ ჯერ მოხსნეს, ჯერ გაიწვიეს, შემდეგ საერთოდ მოხსნეს და დღემდე არ აყავს ხო ელჩი, არ დაუნიშნავს. ახალი. ნუ ეს გონჩარენკო საერთოდ ყოველ ჯერზე ახალ სიგიჟეებს ამბობს და მუდმივად ცილის ამბობს და შეურაცხყოფს. და ნუ ყველაფერი დაგვირგვინდა იმ აი ყველაზე გაუგონარი ცილის ამბებით, რომ რუსეთს ვაწვდით კონტრაბანდით იარაღი და აკრძალული საქონლი. რაც რეალურად იცის უბრალოდ, იმიტომ მანამდე როცა თქვეს, რომ ვარ მახსოვს რომელმა უკრაინელმა თქვა ეგ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ჩვენ გასაჭირზეო რუსეთთანო ეხლა საბაზრო პირობები აიწყოთო და რძის გატანა დაიწყეთო. გახსოვს? პირველი ხო ეგ იყო. ხო ან მაგაზე რომ რეაქცია არ იყო, მაგაზე რომ
ვიღაცები რა ტვიტერში ამათ უწერდნენ რომ აიმე ბოდიში და მცხვენია და მე არ ვარ ამის რეპრეზენტანტორი და გია ბარამიძის ტექსტებით ელაპარაკებდნენ. ანუ ეგეც იყო რა რაღაც ხრივ იმის მამოტივირებული რომ ანუ ესეთ რაღაცები გადის ჭრის და შეგვიძლია მე მგონი მეგობრებო ეს ყველაფერი დამშვიდდება დაწნარდება და ყველაფერი კარგად იქნება დრო თავისას იზავს ჩვენ ხვალ დაბრუნდებით თქვენს ეკრანებზე დიდ მადლობა რომ პოსტივის უყურებთ ხვალამდე კარგად